სამყაროს არ მართავენ ყველაზე ჭკვიანი ადამიანები. მას არ მართავენ ყველაზე კეთილები ნიჭიერები ან ყველაზე შრომის მოყვარეები. მიმოიხედე გარშემო. ადამიანებს, რომლებიც სათავეში არიან, ვინც ყურადღებას, რესურსებსა და პატივისცემას ითხოვენ, სრულიად განსხვავებული ოპერაციული სისტემა აქვთ. გასწავლეს, რომ ინტელექტი არის IQ, პრობლემების გადაჭრის უნარი, მეხსიერება. ეს არის ტყუილი, რომელსაც ისინი ყიდიან სამუშაო ძალაზე, რათა შეინარჩუნონ მათი პროდუქტიულობა. ჭეშმარიტი ძალა იყენებს ინტელექტის განსხვავებულ ფორმას, ბნელ ინტელექტს. ეს არის ადამიანის ქცევის ფარული დინებების საკითხის უნარი, იმის გასაგებად თუ რა ითქმის სიჩუმეში, რათა გათავისუფლდე მოწონების სასოწარკვეთილი საჭიროებისგან და სანაცვლოდ მართო შენს გარშემო არსებული რეალობა. ადამიანების უმეტესობა ძილში გადის ცხოვრებას და რეაგირებს ემოციებზე, რომლებიც მათ არ ესმით, რომლითაც მანიპულირებენ ძალები, რომლებსაც ვერ ხედავენ. ისინი არიან პაიკები, რომლებსაც სჯერათ, რომ მოთამაშეები არიან. თუ დაიღალე იმის შეგრძნებით, რომ გაჯობებენ, თუ გძნობ, რომ თამაშობ თამაშს, სადაც ყველა მიცის წესები შენს გარდა, ყურადღებით მომისმინე. მე დღეს არ გეპატიჟები მორალზე სასაუბროთ. დღეს ჩვენ აქ გადარჩენაზე ვსაუბრობთ. ნიკოლო მაკიაველი არ იყო ბოროტმოქმედი. ის იყო რეალისტი, ბოდვითი ოპტიმისტების სამყაროში. მას ესმოდა, რომ უფსკრული იმას შორის თუ როგორი გსურს რომ იყოს ადამიანების ქცევა და როგორი ქცევიან ისინი სინამდვილეში, არის შუალედი, სადაც შენ ნადგურდები. შენ მთელი ცხოვრება ცდილობდი ყოფილიყავი კარგი, გამჭვირვალე, ცდილობდი სხვების გაგებას. და რა მოგიტანა ამან? ღალატი, დაღლილობა, იმის განცდა რომ უგულებელ ყოფენ, ხოლო ნაკლები ნიჭის მქონე ადამიანები შენზე მაღლად განან. ეს დღეს დამთავრდება. მომდევნო 2 წუთში შენ შეძლებ ბნელი ინტელექტის 9 კანონის ჩამოტვირთვას. ეს არის ფსიქოლოგიური იარაღები, ინსტრუმენტები შენს ირგვლივ მანიპულირების ჩამოსაშლელად და გონებრივი ავტონომიის ციხესიმაგრის ასაშენებლად. მაგრამ გაფრთხილებ, ეს ცოდნა შეუქცევადია. როგორც კი ძაფებს დაინახავ, თოჯინების შოუს ვეღარასდროს შეხედავ ძველებურად. დაინახავ ტყუილებს ურთიერთობებში, ძალაუფლების თამაშებს სამსახურში და სისუსტეს საკუთარ ანარეკლში. თუ მზად არ ხარ მოკლა შენი ის ნაწილი, რომელსაც მსხვერპლი უნდა რომ იყოს, ახლავე გადადი ფიორის სხვა ვიდეოზე. ხოლო ვინც მომყვებით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რეალობის უდაბნოში. მაშასე, პირველი ეს არის შერჩევითი დუმილის კანონი. ადამიანების უმეტესობა ლაპარაკობს სიცარიელის შესავსებად. მათ ეშინიათ სიჩუმის, რადგან სიჩუმეში საკუთარ თავს უნდა შეხვდნენ. ასე რომ ისინი ბუტბუტებენ, ხსნიან, ზედმეტად ბევრს ამბობენ, თავიანთი გონების გეგმას გადასცემენ ყველას, ვინც მოусმენს. და ამით ისინი პროგნოზირებადი ხდებიან. და თუ პროგნოზირებადი ხარ, შენ დაგიმორჩილებენ. ბნელი ინტელექტი იწყება მაშინ, როდესაც სიტყვების გამოყენებას წვეთ აღიარების მოსაძებნად და იწყებ მათ გამოყენებას როგორც ზუსტ ინსტრუმენტებს. მაკიაველი მიცოდა, რომ ოთახში ყველაზე ნაკლებს, ვინც ლაპარაკობს, მას აქვს ყველაზე მეტი ძალა. რატომ? იმიტომ რომ ინფორმაცია ვალუტაა. როდესაც ლაპარაკობ, ხარჯავ, როდესაც უსმენ, აგროვებ. დაფიქრდი, ბოლოს როდის იგრძენი თავი ვინმეს მიერ დაშინებულად. ეს იყო ადამიანი, რომელიც ყვიროდა და იმუქრებოდა, თუ ადამიანი, რომელიც მშვიდად იჯდა და გიყურებდა, არაფერს ამბობდა. ეს სიჩუმე ქმნის ვაკუუმს და ადამიანის ბუნებას სულს ვაკუუმი. როდესაც დუმხარ, სხვა ადამიანებს შფოთვა აიძულებთ შეავსონ ეს სივრცე. ისინი იწყებენ ლაპარაკს. ამჟღავნებენ თავიანთ ძრახვებს, ამხელენ თავიანთ დაუცველობას. გეუბნებიან დეტალურად თუ როგორ დაამარცხო ისინი. ეს ხდება იმიტომ, რომ მათ ვერ გაუძლეს შენი დუმილის სიმძიმეს. შეწყვიტე საკუთარი თავის ახსნა, შეწყვიტე შენი ქმედებების დაცვა, შეწყვიტე შენი აზრის შეთავაზება, სანამ ის შენგან არ იქნება ამოღებული. გახდი ინფორმაციის შავი ხვრელი, შთანთქე ყველაფერი, არაფერი ასახო. როდესაც ადამიანები ვერ ხვდებიან შენს პოზიციას, მათ არ შეუძლიათ საწინააღმდეგო სტრატეგიის ჩამოყალიბება. ისინი ფრთხილები ხდებიან, ეძებენ შენს მოწონებას. სიჩუმე არ არის მხოლოდ ხმაურის არარსებობა, არამედ ეს არის კონტროლი. მეორე, სტრატეგიული ამორალურობის კანონი. აქ იგრძნობ წინააღმდეგობას. შენ მიჩვეული ხარ ყველა მოვლენის, ყველა ადამიანის და ყველა შედეგის ორობით ლინზაში განხილვას. კარგი ან ცუდი, სამართლიანი ან უსამართლო, სწორი ან არასწორი. ასეთი მორალიზება ჯაჯვია შენს კისერზე. მე არ განსაზღვრავ კარგს ან ცუდს, მხოლოდ ვასახელებ არაეფექტურს ან ეფექტურს. როდესაც მტაცებელი ნადირობს მსხვერპლზე, ეს არ არის ბოროტება, ეს არის აუცილებლობა. როდესაც ქარიშხალი ანადგურებს სახლს, ეს არ არის ბოროტმოქმედება, ეს არის გარდაუვალი.
მუდმივად იტანჯები, რადგან შენს მორალურ ჩარჩოებს ქაოტურ სამყაროზე აპროექტებ. ბრაზდები, როდესაც ვინმე კრალატობს, რადგან ფიქრობ, რომ მათ ეს არ უნდა გაეკეთებინათ. დეპრესიაში ვარდები, როდესაც კარგავ შესაძლებლობას, რადგან ეს უსამართლობაა. ბნელი ინტელექტი მოითხოვს, რომ ამ ემოციური განსჯის მიღმა გახვიდე. შეხედე რეალობას ისე, როგორც მექანიკოსი უყურებს ძრავას. თუ მანქანა არ იქოქება, მექანიკოსი ძრავას ბოროტს არ უწოდებს. ის პოულობს დაზიანებულ ნაწილს და აღადგენს ან ცვლის მას. როდესაც ვინმე თავს გესხმის, ნუ დაკარგავ ენერგიას შეურაცხყოფაში. შეურაცხყოფა სუსტებისთვისაა. ამის ნაცვლად გაანალიზე, რატომ დაგესხნენ თავს, რა უნდათ მათ, რა არის მათი ბერკეტი, როგორ გავანეიტრალო ის. ამას სტრატეგიული ამორალურობა ეწოდება. ეს არ ნიშნავს, რომ არ გაქვს ეთიკა. ეს ნიშნავს, რომ შენ არ აძლევ ეთიკას ძალაუფლების მექანიზმების დაბრმავების საშუალებას. შეგიძლია იყო კარგი ადამიანი, მაგრამ ჯერ ცივი სტრატეგი უნდა იყო, რადგან კარგი ადამიანი, რომელსაც ძალა არ აქვს, სათნო არ არის. ის უბრალოდ მსხვერპლია მოლოდინში. შეწყვიტე წუწუნი, რატომ გამიკეთეს ეს? და დასვი კითხვა, რა საშუალებას მაძლევს ეს მოვლენა, რომ შემდეგში გავაკეთო. ნომერი 3. კონტროლირებადი დაუცველობის კანონი. არსებობს მცდარი წარმოდგენა, რომ ბნელი ტრიადის წარმომადგენელი მაკიაველი იყო ბოროტი, ცივი, არაკომუნიკაბელური. ეს სამოყვარულო დონეა. ეს იყო ადამიანი, რომელიც შეგნებულად გამოიყურებოდა მკაცრად. ჭეშმარიტ ბნელ ინტელექტს ესმის, რომ ადამიანები ემოციური არსებები არიან. თუ ძალიან სრულყოფილი, ძალიან ცივი ან ძალიან დაუცველი ჩანხარ, შურს წარმოშობ. ქმნი მტრებს, რომლებსაც სურთ შენი სისხლის დანახვა, მხოლოდ იმის დასამტკიცებლად, რომ ადამიანი ხარ. ასე რომ უნდა მისცემათ ნაკლი. ეს არის კონტროლირებადი დაუცველობის კანონი. შენ განზრახ აჩვენებ მცირე, უვნებელ სისუსტეს, რათა განიარაღო გარშემო მყოფები. შესაძლოა აღიარებ, რომ ცუდად ხარ ტექნოლოგიებთან. შესაძლოა უზიარებ ოდნავ უხერხულ ისტორიას შენი წარსულიდან. შესაძლოა ითხოვ მცირე, უმნიშვნელო კეთილგანწყობას. ეს იწვევს ბენ ფრანკლინის ეფექტს. როდესაც ადამიანები გეხმარებიან, ან როდესაც ისინი ხედავენ შენში ნაკლს, ისინი ამცირებენ სიფხიზლეს. თავს გზნობენ უპირატესად, ან განიცდიან ამ ხანაგობის გზნობას. ისინი ფიქრობენ, ის ჩემნაირია. შესანიშნავია, სწორედ ეს არის ის, რაც გინდა მათგან. სანამ ისინი შენს შერჩეულ ნაკლთან არიან დაკავშირებულნი, ბრმანი არიან შენი რეალური ძლიერი მხარეების მიმართ. შენ მართავ მათ აღქმას შენს შესახებ. საკმარისად აადამიანურებ საკუთარ თავს, რათა თავიდან აიცილოს სამიზნედ ყოფნა. მაგრამ შეინახე ნამდვილი აზრი, ნამდვილი გეგმები და ნამდვილი სისუსტეები სარდაფში, რომლის არსებობის შესახებაც კი არავინ იცის. არასოდეს აჩვენო კისერი, მაგრამ დრო და დრო აჩვენე ნაკაწრი მკლავზე. ეს მათ უსაფრთხოდ აგზნობინებს თავს და უსაფრთხო მტერი ადვილად მართვადია. თუ ჯერ კიდევ ჩემთან ხარ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ უკვე გრძნობ სისტემას. უბრალოდ მას აქამდე სახელი არ ჰქონდა. გავაგრძელოთ. 4. სარგის კანონი. ჩვენ ცხოვრობთ უკიდურესი ნარცისიზმის სამყაროში. ყველა შეპყრობილია საკუთარი ანარეკლით. ისინი საკუთარი ფილმის ვარსკვლავები არიან და ყველა დანარჩენი მხოლოდ დამატებითია. შეცდომა, რომელსაც უშვებ, არის ის, რომ ცდილობ იყო ვარსკვლავი მათ ფილმში. ცდილობ მათზე შთაბეჭდილების მოხდენას. ცდილობ აჩვენო მათ, რამდენად ჭკვიანი ხარ. გაჩერდი. ბნელი ინტელექტი კარნახობს, რომ არ შეეცადო მათზე უკეთ ფთრინავდე. ამის ნაცვლად გახდის სარკე. აირეკლე მათი ემოციები. თუ ისინი გავრაზებული არიან, აღიარე მათი ბრაზი. თუ აღფრთოვანებულები არიან, შეუსაბამე მათ ენერგია. გამოიყენე მათი სიტყვები. მიიღე მათი პოზა. როდესაც ვინმეს აირეკლა, ძლიერი ფსიქოლოგიური გადაცემა ხდება. ისინი ვერ გხედავენ შენ, ისინი საკუთარ თავს ხედავენ. და რადგან საკუთარი თავი უყვართ, შენს შეგიყვარებენ. იფიქრებენ, რომ ყველაზე ჭკვიანი, მომხიბვლელი და თანამგზნობი ადამიანი ხარ, ვინც კი ოდესმე შეხვედრიათ. მაშინაც კი თუ თითქმის არაფერი გითქვამს. ეს არ არის სიყალბე. ეს არის მონაცემების შეგროვება. როდესაც აირეკლავ, არ რეაგირებ, აგვირდები. სწავლობ მათ გამომწვევებს, მათ ღირებულებებს, მათ სუსტ წერტილებს. სანამ ისინი დაკავებულნი არიან საკუთარი ანარეკლით შენს თვალებში, შენ მათი ფსიქიკის რუკას ადგენ. პოულობ მათზე გავლენის მოხდენის გასაღებს. სარკეს ეგო არ აქვს, ის უბრალოდ ირეკლავს. იყავი სარკე. მიეცი მათ უფლება იპრანჯონ და იპოზიორონ. და სანამ ისინი საკუთარი გამოსახულებით არიან გართულნი, შენ დაფაზე ფიგურებს ისე გადაადგილებ, რომ ვერც კი ამჩნევენ. ნომერი 5. შედეგის დამოუკიდებლობის კანონი. ყველა შფოთვის სათავე შედეგზე მიჯაჭვულობაა. გინდა სამსახური, გინდა ურთიერთობა, გინდა პატივისცემა. და რადგან ეს ასე ძალიან გინდა,
სასოწარკვეთილებას და დეფიციტს ასხივებ და ძალაუფლების კანონებში დეფიციტი ამას რზენია. ადამიანები გარბიან მათგან, ვისაც ისინი სჭირდება. ისინი იზიდავენ მათ, ვისაც მათ გარეშე შეუძლია ცხოვრება. შენ უნდა განავითარო რადიკალური შედეგებისგან დამოუკიდებლობის მდგომარეობა. ეს არის აზროვნება, რომელიც ამბობს, რომ მე ვიმუშავებ ამისთვის. მე დავგეგმავ ამას. მაგრამ თუ ამას ვერ მივაღწევ, კარგად ვიქნები. ეს დანებება არ არის. ეს არის საბოლოო ძალაუფლების სვლა. როდესაც მზად ხარ მოლაპარაკების მაგიდიდან წასასვლელად, გააქვს მთელი უპირატესობა. როდესაც მზად ხარ ურთიერთობის დასაკარგად, ადგენ სტანდარტებს. გახსოვდეს, რომ დანაკარგის შიში მონად გაქცევს. თუ შენმა უფროსმა იცის, რომ გეშინია სამსახურის დაკარგვის, შენ მას ეკუთვნი. თუ პარტნიორმა იცის, რომ გეშინია მარტო ყოფნის, შენ მას ეკუთვნი. შენ გონებრივად უნდა მიიღო ყველაზე ცუდი სცენარი. წარმოიდგინე, რომ ყველაფერს კარგავ. შეეგუე ამას. გააცნობიერე, რომ გადარჩები. როგორც კი გაანადგურებ დანაკარგის შიშს, საშიში და ხელშეუხებელი ხდები. შეგიძლია თქვა სიმართლე, რადგან არ გეშინია შედეგების. შეგიძლია გარისკო, რადგან არ გეშინია დაცემის. ადამიანი, რომელსაც არაფერი სჭირდება, არის ის, ვინც საბოლოოდ იღებს ყველაფერს, რადგან ისინი მოქმედებენ სიუხვის ადგილიდან და არა შიმშილის ადგილიდან. ნომერი 6. სასარგებლო მტრის კანონი. ადამიანების უმეტესობას მშვიდობიანი ცხოვრება სურს. მათ სურთ, რომ ყველას უყვარდეს ისინი. ნებისმიერ ფასად ერიდებიან კონფლიქტს. ეს ბიოლოგიური შეცდომაა. კონფლიქტი ინტელექტის სამჭედლოა. წინააღმდეგობის გარეშე გონება ატროფირდება. მაკიაველი ურჩიოდა პრინცს, რომ ის არამხოლოდ მზად უნდა ყოფილიყო ომისთვის, არამედ აქტიურად შეესწავლა იგი. ბნელი ინტელექტი აღიარებს მტრის სარგებლიანობას. მტერი გაფხიზლებს. მტერი გაიდულებს კონცენტრირებას. მტერი ავლენს შენს სისუსტეებს, რათა გამოასწორო ისინი. თუ მტერი არ ყავს, თვითკმაყოფილი ხდები. შენივე ეგოზე ჭარბწონიანი ხდები. ზოგჯერ უნდა გამოიყენო წინააღმდეგობის ხახუნი, რათა წინ წაიწიო. შეხედე ისტორიას. ტესლას სჭირდებოდა ედისონი, ალის სჭირდებოდა ფრეიზერი. ხახუნი ქმნის ცეცხლს. ნუ წუწუნებ იმ ადამიანებზე, რომლებიც ცდილობენ შენს დამხობას. გამოიყენე ისინი. დაე, მათი სიძულვილი იყოს საწვავი, რომელიც შენს დისციპლინას ამოძრავებს. დაე, მათი ეჭვი იყოს შენი ამბიციის მტკიცებულება. და რაც მთავარია, საერთო მტრის სკოლა არის ალიანსების შექმნის უსწრაფესი გზა. არაფერი აერთიანებს ჯგუფს იმაზე სწრაფად, ვიდრე საერთო საფრთხე. თუ გსურს გუნდის, ან ოჯახის, ან მოძრაობის გაერთიანება, სიყვარულს ნუ იქადაგებ. დაასახელე საფრთხე. ნუ გეშინია მტრის. შეარჩიე ისინი. აირჩიე მტერი, რომელიც შენი პოტენციალის ღირსია და დაე, ომმა აგამაღლოს. ნომერი 7. პერსონის კანონი. შენ გჯერა, რომ ერთი ადამიანი ხარ. გჯერა ავთენტურობის. ეს შეზღუდვაა. შენ მრავალმხრივი ხარ. დედასთან სხვა ხარ, ვიდრე უფროსთან. საყვარელთან სხვა ხარ, ვიდრე მეტოქესთან. ბნელი ინტელექტი არის ამ ნიღბების შეგნებული კურაცია. ეს არის იმის გაცნობიერება, რომ ავთენტურობა ხშირად უბრალოდ თავშეუკავებლობის საბაბია. მე უბრალოდ ასეთი ვარ, ამბობს კაცი, რომელიც ვახშამს თავისი ხასიათით აფუჭებს. ეს არ არის ავთენტურობა, ეს ბავშვობაა. შენ უნდა განიხილო შენი პიროვნება როგორც კონსტრუქცია, ინსტრუმენტი. როდესაც შედიხარ მაღალი ბზონების შეხვედრაზე, უნდა ატარო ავტორიტეტის ნიღაბი, ცივი, გადამწყვეტი, ურყევი. როდესაც ოჯახთან ხარ, ატარებ მფარველის ნიღაბს, თბილი, ჩართული, აწმყოში მყოფი. ეს ტყუილი არ არის, ეს არის დაკალიბრება. შენ არ იყენებ ჩაქუჩს ხრახმის მოსაჯერად, არ იყენებ სახრახმის ლურსნის ჩასაჭედებლად. რატო უნდა გამოიყენო ერთი და იგივე პიროვნება ცხოვრების ყველა სიტუაციისთვის? მაკიაველი აღნიშნავდა, რომ პრინცი უნდა იყოს დიდი თვალთმაქცი და ფარისეველი. მას უნდა შეეძლოს იყოს ერთდროულად სასტიკი როგორც ლომი და ცბიერი როგორც მელა. თუ მხოლოდ ლომი ხარ, ხაფანგში გაებმები. თუ მხოლოდ მელა ხარ, მგლები შეგჭამენ. იყავი წყალი. მიიღე იმ კონტეინერის ფორმა, რომელშიც იმყოფები. როდესაც კონტეინერი თხვდება, შენ მიედინები, არ იმსხვრევი. ნომერი 8. აუცილებელი ეჭვის კანონი. ენდე, მაგრამ გადაამოწმე. არა, ეს ძალიან რბილად ნათქვამია. გადაამოწმე და შემდეგ ენდე დროებით. გულუბგილო გონება საკუთარ სიკეთეს სამყაროზე აპროექტებს. ფიქრობ, მე მას არ მოვატყუებდი, ამიტომ ისიც არ მომატყუებს. ეს პროექცია შენი უდიდესი გულისტკენების მიზეზია. ბნელი ინტელექტი სასტიკ სიმართლეს გვიმხელს. ყველა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. ალტრუიზმის აქტებიც კი ხშირად საკუთარი თავის მიმართ კარგად ყოფნის მოთხოვნილებით არის განპირობებული. ეს გავრაზების მიზეზი არ არის, ეს გამოფხიზლების მიზეზია. შენ უნდა განავითარო ეჭვის ფონი, არა პარანოია.
პარანოია არის შიში მტკიცებულებების გარეშე. ეჭვი დეტალებისადმი ყურადღებაა. დააგვირდი რას აკეთებენ ადამიანები და არა რას ამბობენ. სიტყვები იაფია. სიტყვები მანიპულირებისთვის არის შექმნილი. მოქმედებები ერთადერთი სიმართლეა. როდესაც ვინმე დიდ შესაძლებლობას გთავაზობს, იკითხე, რა სარგებელი აქვს მას ამაში. როდესაც ვინმე ზედმეტად გაქებს, იკითხე, რისგან ცდილობენ შენი ყურადღების გადატანას. მაკიაველი წერდა: ადამიანები იმდენად მზად არიან დაემორჩილონ აუცილებლობას, რომ ვინც ატყუებს, ყოველთვის იპოვის მათ, ვინც თავის მოტყუების უფლებას მისცემს. ნუ იქნები ის, ვინც თავის მოტყუების უფლებას აძლევს. მოითხოვე მტკიცებულება. სანამ დაეყდნობი, ერთგულება გამოცადე. მიეცი ადამიანებს მცირე ძალაუფლება და ნახე როგორ გამოიყენებენ მას, სანამ სამეფოს გადასცემ. სჯობს ერთგულებამ სასიამოვნოდ გაგაოცოს, ვიდრე ღალატმა გაგანადგუროს. ნომერი 9. შოდილის კანონი. ჩვენ ვასრულოთ ყველაზე ღრმა კანონით, რომელსაც კარლ იუნგი და მაკიაველი ეთანხმებოდნენ, თუმცა ისინი მას სხვადასხვა საუკუნიდან მიუდგნენ. შენ უნდა მოახდინო შენი მონსტრის ინტეგრირება. საზოგადოება გეუბნება, რომ იყო უვნებელი, იყო კეთილი, ჩაახშო ბრაზი, სიხარბე, ძალაუფლების სურვილი, მაგრამ უვნებელი ადამიანი არ არის სათნო ადამიანი. უვნებელი ადამიანი უბრალოდ სუსტი ადამიანია. მას არ შეუძლია სიკეთის კეთება, რადგან მას არ აქვს ბოროტების შეჩერების უნარი. ბნელი ინტელექტი არის იმის გაცნობიერება, რომ შენ საშინელი რამეების უნარი გაქვს, გაქვს სისასტიკის უნარი, გაქვს მანიპულირების უნარი. შენ ეს არ უნდა უარყო, უნდა აღიარო ეს. რატომ? იმიტომ რომ თუ არ იცი შენი საკუთარი ბნელი მხარე, ვერასდროს ამოიცნობ მას სხვებში. იქნები გულუბქვილო და რაც უფრო უარესია, თუ ჩაახშობ შენს ჩრდილს, ის გაგაკონტროლებს. ის გამოვლინდება პასიურ აგრესიაში, წყენაში, თვითსაბოტაჟში. შენ უნდა გამოიყვანო მონსტრი სინათლეზე. უნდა შეხედო მას და თქვა, მე გხედავ, მე გაკონტროლებ. როდესაც იცი რომ შეგიძლია ვინმეს განადგურება, მაგრამ არ ერჩევ ამ გზას, ეს არის სათნოება. ეს არის კონტროლილებადი ძალა. იდეალური ლიდერი არ არის წმინდანი. ის არის ადამიანი, რომელმაც იცის, როგორ გამოიყენოს ცუდი მეთოდები კარგი მიზნებისთვის. შენ გჭირდება ეს უპირატესობა. გჭირდება ის სიბნელე შენს თვალებში, რომელიც ეუბნება სამყაროს. მე მშვიდობიანი ვარ არჩევანით და არა უუნარობით. როდესაც აკონტროლებ შენს ჩრდილს, ხდები მთლიანი. წყვეთ სამყაროში სიბნელის შიშს, იმიტომ რომ დაეუფლე სიბნელეს საკუთარ თავში. ეს 9 კანონი არ არის საკონტროლო სია, არამედ ეს არის ფილტრი. ამ მომენტიდან შენ შეხვალ ოთახში და ყველაფერს სხვაგვარად დაინახავ. დაინახავ სიჩუმეს, რომელიც გვირის. დაინახავ სარკეებს, რომლებსაც ადამიანები ეთაყვანებიან. დაინახავ ლომებსა და მელიებს. შენ აღარ ხარ მშვიდობიანი მოქალაქე გონების ომში. შენ მებრძოლი ხარ. მაგრამ ამ ძალას თან ახლავს ტვირთი, იზოლაციის ტვირთი. როდესაც გაიღვიძებ, მიხვდები, რამდენი ადამიანია ჯერ კიდევ მძინარე. იგრძნობ დისტანციას ახლანდელსა და შენს ძველ ცხოვრებას შორის. ძველ მეგობრებს შეიძლება ეგონოთ, რომ შეიცვალე. შეიძლება აღნიშნონ, რომ უფრო ცივი და ჩუმი ხარ. ნება მიეცი. შენ იხსნი მსხვერპლის ნიღაბს. იხსნი აღიარების საჭიროებას. შედიხარ გამონაკლისის სფეროში. საკითხავი არ არის, მუშაობს თუ არა ეს კანონები. ისტორიამ დაამტკიცა, რომ ისინი ათასობით წლის განმავლობაში მუშაობენ. საკითხავი ის არის, გააქვს თუ არა, როგორც ქართველებს გვიყვარს თქმა, ერთი ადგილი მათ გამოსაგანებლად. ადამიანების უმეტესობა უყურებს ამ ვიდეოს, თავს დაიქნევს და ისევ მტაცებელი გახდება, ისევ თუწუნს დაუბრუნდება, ისევ იმედოვნებს, რომ სამყარო გახდება კარგი. მაგრამ შენ ჯერ კიდევ აქ ხარ. უსმენ სიჩუმეს. თუ მზად ხარ უფსკრული შესასწავლად, თვალის დაუხამხამებლად, თუ მზად ხარ საკუთარი თავის სუსტი ვერსიის დასაშლელად და ხელშეუხებელი რამის ასაშენებლად, მაშინ იცი რა უნდა გააკეთო. გამოიწერე არხი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მზად ხარ გაუმკლავდე იმას, რაც შემდეგ მოხდება. კურდღლის სორო ბევრად უფრო ღრმაა და ჩვენ სწორედ ეხლა ვიწყებთ. შევხვდებით თვითგამორკვევის ლაბირინთებში. მადლობა რომ მეგობრობ ფიორისთან. თუ თვლი რომ ვიდეო საინტერესო გამოვიდა, მოიწონე, გაუზიალე მათ ვისაც ამის ცოდნა სჭირდება, გამოიწელე არხი და გაააქტიურე ზარის ხილაკი, რომ არ გამოგჩეს ახალი ვიდეოები.